მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებელო, შემდეგი გადაცემით კვლავ ეთერში ვარ. წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის დღევანდელ სტუმრებს, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკ ამია გოგულაძეს და საქართველოს კავკასიის სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის დირექტორს ბატონ თეიმურას თუმანიშვილს. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ეძღვნება იმ მოვლენებს, რაც დღეს მსოფლიოში და კერძოდ თურქეთში მიმდინარეობს მაგ მხედველობაში უკრაინის საკითხის მოწესრიგების ამბები. როგორ განვითარდება ეს მოვლენები, რა იქნება შედეგი ამ მოლაპარაკებებსა, ეს ჩვენ ყველას ძალიან გვაინტერესებს. მაგრამ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ და ვიხილავთ საერთოდ ახლო აღმოსავლეთში და კერძოდ უკრაინაში, თქვათ, საქართველოში ამ მოვლენებს და რომ ვეძებთ ამ პასუხებს ამ კითხვებზე, ჩვენ ისტორიის სკივრში ცოტა ღრმად უნდა ჩავიხედოთ და ვნახოთ, როგორ იყო ეს ისტორიულად ეს საკითხები ამ რეგიონთან მიმართებაში და როგორ მიმდინარეობდა საერთოდ ეს საკითხები შემდგომ პერიოდებშიც კი. ახლა რუსეთი წარმოდგენილია ამ მოლაპარაკებებში, როგორ განვითარდება. ვნახეთ კარგად, რომ რუსეთის პრეზიდენტი არჩევიდა ამ მოლაპარაკებებს. მაგრამ აუნიშნე, რომ ისტორიულად რუსეთს ვინც ქვეყნები, რომლებიც გარშემო მეგობარი არასოდეს არ ყავდა. რუსეთის ვეებერთელა იმპერიას გარშემო მეგობრები არ ყავდა, უნდა ყოფილიყო ან მტერი, ხო, ისტორიულად, ან უნდა ყოფილიყო ვასალი. ამიტომ რუსეთს თავისი ექსპანსიონისტური მეთოდები სხვადასხვა თავისი განვითარების ისტორიაში სხვადასხვა ეტაპებზე სხვადასხვა ჰქონდა, მაგრამ რეჟისორი იცვლებოდა უბრალოდ. თუმცა თვითონ სცენარი რჩებოდა იგივე. ეს ასეა. ხო და ამიტომ მე მინდა აი ბატონ თეიმურასთან გადავიდე პირველი ასეთი კითხვით. აი როგორ იყო ეს სტრატეგიული კვლევა და ეს ყველაფერი გასაგები, აი ისტორიულად ბატონ თეიმურას როგორ იყო, ვთქვათ, აი ავიღოთ ეს პერიოდი მე-18 საუკუნის, აი ეს პერიოდი გვაინტერესებს ჩვენ, აი 1793 წლიდან რო ავიღოთ და ვიდრე 1801 წლამდე. როგორი იყო ეს ურთიერთობა რუსეთისა საქართველოსთან და საქართველოს, იმ შემთხვევაში ჩვენ მარტო ძალიან საქართველოს არ ვლაპარაკობთ, ჩვენ ვლაპარაკობთ ქართლ-კახეთის აღმოსავლეთ. ხო, ქართლ-კახეთის სამეფოსთან მიმართებაში. აი ეს მოკლედ თქვენი აზრი და ხედვა. ჩვენ მე და თქვენს ამაზე საუბრობდით და რაღაცა იყო გაცვლა ჩვენ შორის გარკვეული მასალებით, ისტორიული მასალებით. იყო ერთ-ერთი ჩემი შორეული, ესე ვთქვათ, წინაპარის მონაწილე ამ იმისი, რომელიც როცა მოიწვიეს, როცა იყო საკითხი დადგა უკვე გიორგი მე-12-ის გარდაცვალების შემდეგ და ერთ-ერთმა ბატონიშვილმა როგორ დაუწერიო წერილიო. ესე იგი, ფაქტიურად ხდებოდა დაუწერე წერილიო იმპერატორს, რაც ეხებოდა იმას, რომ ფაქტიურად გიორგი მე-12 ფაქტიურად ეს თან გარკვეული გერმანელი ავტორების მიერ იყო დაწერილი და აღნიშნული. თან წყარო საკმაოდ სამტოა. ესე იგი, ფაქტიურად ხდებოდა საქართველოს აი ესეთი
შეიძლება ითქვას რბილი ძალით, რუსეთის მხრიდან რბილი ძალით გადმოიბირა თავის თავზე გარკვეული ძალები საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოს კარგ-კახეთის სამეფოში. ეს იყო მთელი ძლიერი ძალიან გვარები, როგორც ჭავჭავაძეები, მაგალითად და სხვადასხვა ახლა არ მინდა დავასახელო ზუსტად, მაგრამ ზუსტად ის გავლენიანი გვარები ფეოდალური, რომელთაც ჰქონდათ დიდი ძალა აი ამ ესე იგი სხვადასხვა სოციალურ გარკვეულ როგორც თავად აზნაურობის, ასევე სამღვდელოების და სხვა ფენების ყველანაირად იყო გამოყენებული აი ესეთი რბილი ძალა, რომ აი ეს სოციუმი ხო მთლიანად ხო რამოდენიმე ფენა იყო სხვადასხვა, იყოს თავად აზნაურობა, იყო სამღვდელოება, იყო გლეხობა, იყო სამოქალაქო უკვე ვითარდებოდა ნელ-ნელა სხვა ესეთი ახალი ფენა, შეიძლება ითქვას ესეთი მიკრობურჟუაზიული ელემენტები, რომ მიეღოთ აბსოლუტურად დადებითად ის, რომ საქართველოს პერსპექტივაში შედის და როგორც შევიდა აღმოსავლეთ საქართველოს შევა იმპერიაში და გარკვეული მასალებიც არის, რომ არსებობს იმდროინდელი, რომ დასაწყისში ეს პირიქით დიდი აჟიოტაჟი მოყვა ამას, დიდი ემოციები, რომ აი როგორც იქნა აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო შედის დიდ საძმო მართლმადიდებლურ ერთმორწმუნე იმპერიაში. ნუ მაშინ ასე იყო. ერთმორწმუნეობით მე გამოიღვიძეს, მე მივხვდნენ რომ რა ხდება და დაიწყო აჯანყებები, მაგრამ დასაწყისში ეს იყო ანუ აი დაიდო. აი აქ საერთოდ ახლო აღმოსავლეთში და კერძოდ ნუ გზაგასაყარზე ჩვენი ქვეყანაა, ხო? ყოველთვის ოდითგანვე ასე იყო. რა გამოდის? ესე იგი, აქ დიდი იმპერიები ეთამაშებოდნენ ერთმანეთს. ოსმალეთის იმპერია, სპარსეთის იმპერია და მერე უკვე ვეებერთელა მე-18 საუკუნის, ესე იგი 80-იან წლებში გამოჩნდა მოთამაშე რუსეთის იმპერია. ამიტომ რუსეთის იმპერიამ ერთმორწმუნეობით აჯობა ამ ორ იმპერიას. ბოდიში, ორ სიტყვას დავამატებ. ამას კიდე ემატება ერთი ელემენტი მნიშვნელოვანი. რომ ესე იგი, რა თქმა უნდა, ოსმალეთის იმპერია, რომელმაც დაიკავა სრულად ვიზანტიის იმპერიის ადგილი და ისინი თვლიდნენ, რომ ისინი არიან მემკვიდრეები ამ ვიზანტიის იმპერიის, ამავე დროს ესე იგი რუსეთმა, რომელმაც გამოაცხადა და დაიწყო ეგეთი იდეოლოგიური შეიძლება ითქვას იდეოლოგიური ხრიკი მოიხმარა, რომ მესამე რომი ის არის, ესე იგი ვიზანტიის მემკვიდრე და აი ეს მომენტიც გამოიყენა, რადგან მესამე რომია და ვიზანტიის მემკვიდრეა რუსეთი, ესე იგი რომ აი ეს ფარველობა და ეს პატრონაჟი გადადის ისტორიულად და ტრადიციულად საქართველოს. კი, ანუ თქვენ გინდათ თქვათ, რომ იმ დროშის ქვეშ აი ამ დევიზის, მესამე რომი. რომ ესე იგი ერთმორწმუნე რუსეთი და ვინც კი შედის აი ამ არეალში ერთმორწმუნეების, მაგრამ უკვე გაავრცელა მერე უკვე მე-19 საუკუნის სლავური ქვეყნების სერბეთი, ბულგარეთი და ეს მერე უკვე საქართველოს ესე იგი აღდგენს აი ამ ვიზანტიის პატრონაჟს. ხო. არა, ხო, პრინციპში აზრი ეგ იყო ჩადებული, ხო, როგორ გამოვიდათ ეს უკვე სხვა საკითხია. პრინციპში გამოვიდათ. ძალიან კარგი, მაგრამ იმაზე რომ ამ ვიღაცამ მითხრა გადაცემაში ერთ-ერთი გადაცემაში იყო მგონი ობიექტივზე ვიღაცამ თქვა დარეკა და ანუ ესე იგი რა გვინდა, ესე იგი მე-19 საუკუნეში რა გინდა თო კაცო საქართველოს ტერიტორიები დაუბრუნა რუსეთმა. არა, იმიტომ კი არ დაუბრუნა, რომ შენზე ფიქრობდა. იმას თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები ამოძრავდა ვეებერთელა რუსეთის იმპერიას, რომ აქ კავკასიაში
ახალი ტერიტორიების შემოდიოდა. გასაგები ეს ტერიტორიები უკვე ლენინის დროს დაიკარგა 21 წელს, მაგრამ რუსეთმა ხო შემოუერთაო, სულ ჩვენზე ფიქრობდა რა. კი ბატონო. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ერთგვარი ინფანტილიზმი იმდროინდელი საქართველოს მთავრობელი ელიტის ასე ვთქვათ და მოსახლეობის დიდი ნაწილიც, აი ვისაც ასე ვთქვათ ჩქომოებიხებოდა რუსეთს უყურებდნენ დაახლოებით ისე როგორც ჩვენ ევროპაში ვსწავლობთ. აი დაახლოებით ეგ სიტუაცია. ნამდვილად. კი ბატონო. რუსეთში ასე თუ ისე ცივილიზაციის ელემენტები იყო. რა, სულ გერმანელები იყვნენ ხელმძღვანელობაში, თვითონ რუსეთის ელიტა სალაპარაკო ენად ფრანგული ჰქონდათ. ტოლსტოის სისწრაფე ხმართვის. ომი და მშვიდობა. კი ბატონო. ფაქტობრივად ფრანგული. საერთოდ ეს ტერიტორია ლამის ურალის მთებამდე ითვლებოდა და ითვლება ევროპულ ნაწილად. გარდა ამისა, მოსახლეობას ძალიან ბატონო არ შეუძლებს ბრძანა წერა. თურქეთის, ანუ ოსმალეთისა და ირანის წინეხი თავის კისერზე უკვე გამოცდილი რუსეთის არ ჰქონდა. ამიტომაც ესე მორჩილად შეუშვირა ეს კისერი და ცოტა ხანში რაც მივიღეთ, ვიცი თუ ხო, საქმე იმაშია რომ პრინციპში იმ დროინდელი თავად აზნაურობა, იმ დროინდელმა თავად აზნაურობა, კაი პრივილეგიები დაიმკვიდრა. ვერცელა რუსეთის იმპერიის თავად აზნაურობა მიიღო ისეთივე პრივილეგიები, რაც რუსეთის იმპერიაში სხვა თავად აზნაურობას ჰქონდა. რა გინდა, პრინციპში კი შეიერთა 1801 წელს აღმოსავლეთ საქართველო. მერე პერიოდში უკვე წავიდა უკვე ექსპანსია იგზევით. სამეგრელო, აფხაზეთი, გურია, იმერეთი, ხო? ნელ-ნელა იკრებდა ძალებს და მერე მართალია გუბერნიები დაერქვა. ქუთაისის გუბერნია და თბილისის გუბერნია, ტიფლისის გუბერნია დაერქვა ტერიტორიას, ხო? ბათუმის ოლქი, სოხუმის ოკრუგი, ხო? მაგრამ ის მაინც ჩვენი ქვეყანა იყო, ხო? მაინც საქართველო იყო. გასაგებია, მაგრამ აქ მოხელეები რუსები იყვნენ. ქართველებს არ აპარბაშებდნენ. გუბერნატორის რუსი იყო, ძალიან ხშირ შემთხვევაში შეიძლება ქართველი დაენიშნათ. მეფის ოჯახიდანაც იყვნენ. ხო, მეფის ოჯახიდანაც იყვნენ, მიხაილ ნიკოლაევიჩ რამანოვ, ვიცი? ლიკანში. ხო, ლიკანში დღემდე მისი სასახლე არის. და საერთოდ, აი ლიკანთან დაკავშირებით მე წავიკითხე ამასთანავე, რომ როცა მოხდა 17 წლის რევოლუცია, ზოგიერთ რომანოვს სურვილი ჰქონდა საქართველოში გადმოსახლებულიყო და ეცხოვრა თრიმაში, ლიკანში. იმათ ეგონათ არა, იმათ ეგონათ რომ ის ძველი დრო კიდე შერჩებოდათ, მაგრამ არ შერჩებოდათ. იმიტომ მე როგორ 18 წელს მაინც გააგდებოდა. მათ არ ეგონა თუ რუსეთი აწითლებდა საქართველოს რა და ეგონის იქნება. ხო, არა, ეგ ვარიანტი შუა აზიაში ცხოვრობდა ერთ-ერთი რომანოვი. იქ ცხოვრობდა ერთი რომანოვი, რომელიც იქ იყო რა ამასიანად რაღაცა სახლი დაანგრიეს როაცა და იპოვეს დევი ვებერტელა მისი კოლექცია თურანს ისკანდერს ეძახთან იქ ადგილობრივი. ხო, მას ერთეულები იქ ახლა გადარჩა ის კაცი თავის სიკვდილით მოვიდა. ჩვენ ხო ლაპარაკობთ რაზე. თავისი გეოპოლიტიკური ზრახვები რუსეთის იმპერიამ საქართველოსთან მიმართებაში განახორციელა და 1801 წელს ეს იყო გამიზნული ოპერაცია, თორსა SVO-ს რო ეძახიან რუსეთში, ხო, სპეციალური ვაიენная ოპერაცია. მაგრამ ეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია საქართველოსთან მიმართებაში გაიწევა ცოტა, იმიტომ რომ ომები იყო ბატონო ჩემო. აქვს რუსეთ-სპარსეთის ომები იყო. კაი, ჯერ შემოიერთა ისა ფაქტიურად 100 წლიანი კავკასიის ომი. ფაქტიურად 100 წლიანი ომი მიმდინარეობდა აქ, იმიტომ რომ უყურეთ რა ხდება. რომელიც ეხლაც გრძელდება. ხო, გრძელდება რეალურად ასე ვთქვა. 1801 წელს შემოიერთა. ამ შემოერთების დროს მაგრატვირნები გახიზნეს რუსეთში, რომ მათ არ შეეშალათ ხელი თავიანთი ზრახვების გასახორციელებლად. მე აქ მიმდინარეობდა, არ იყო ჯერ ძალაგებული რუსეთ-სპარსეთის ორი ომი. მე მომდევნო პერიოდში ახალციხის შემოერთება 1828-29 რუსეთ-თურქეთის, რუსეთ-სპარსეთის ომები, მე ყირიმის, ანუ აღმოსავლეთის ომი, იმიტომ რომ სამხედრო მოქმედებები კავკასიის სამხედრო მოქმედების თეატრზეც მიმდინარეობდა, ხო? მე უკვე შემდგომ პერიოდში რუსეთ-თურქეთის 77-78 წლების ომი. მთელი მე-19 საუკუნე დასვენება არ ჰქონდათ რა.
იბრძოდნენ და ეხლა ლაპარაკობენ რომ ჩვენ იმდენი სისხლი დავუარეთო რომ საქართველოს ქართველებმა უფრო მეტი სისხლი დაუარეს. აქ ერთი მომენტია კიდევ. ქართველების გენეტიკაში ღრმად შეიძლება ითქვას ათასწლეულების განმავლობაში რაც დაწესდა და აი პირდაპირ გენეტიკურად უკვე არის დამკვიდრებული აი ეს მონარქისტული აი ეს მუხტი რომელმაც აი ესეც გამოიყენა ძალიან კარგად რუსეთმა იმიტომ რომ ეხლა ვიტყვი ეგეთ რაღაცას რომ ძალიან ბევრს არ მოეწონება ვიცი მაგრამ აი ეს მონარქისტული მუხტი გამოყენებული იყო იმითი რომ ფაქტიურად რამოდენიმე თაობა ქართველების არა მხოლოდ ელიტა თავადაზნაურობა არამედ სამღვდელოებაც და სხვებიც სხვადასხვა ფენები აძლევდნენ ფიც რუსულ იმპერატორს რომელიც შეითავსა ესეც იყო განმიზნული ძალიან კარგად აი ეს მთელი ტიტულები საქართველოს საქართველოს მონარქების მეფეების და ფაქტიურად გამოდის ესე რომ ჩვენი უკანასკნელი დინასტია ოფიციალურად და იურიდიულად იყვნენ არა ბაგრატიონები არამედ გოლშტეინ-გოტორპები გერმანული რუსა მით უმეტეს დღეს დაემატა კიდე ამ რომელსაც ცნობს დღეს პუტინი ხო მარია ვლადიმიროვნა და მისი შვილი და მარია ვლადიმიროვნას ქმარი იყო გოგენცოლერნი ესე იგი სუფთა გერმანული გამოდის გოლშტეინ-გოტორპები და გოგენცოლერნები კიდევ ერთებიან დღეს და ну ეს უნდა ითქვას პირდაპირ სიმართლე იმიტომ რომ როცა ჩეხები აქვეყნებენ თავის საიტებზე იმას რომ უკანასკნელი ჩეხეთის მეფე იყო კარლოს ჰაბსბურგი ჩვენც უნდა ვთქვათ რომ უკანასკნელი მეფე რომელმაც იმპერატორი ითავსებდა ამ ტიტულებს როგორც გაბსბურგი იქა ხო ევროპაში ცენტრალურ ევროპაში იყო ნიკოლას მეორე რეალურად ასე ამიტომაც მთელი ოფიცრობა ჩამოვიდა საქართველოში 17 წლის მერე იმიტომ რომ პატარა ძალიან რაოდენობა დარჩა ვრანგელთან რომლებიც ესე იგი მოძმე მეგობრები იყვნენ ქართველი ოფიცრები რომლებიც იქ ერთგულები დარჩნენ ბოლომდე და გაიხიზნენ კი და ის ძირითადი კორპუსი ჩამოვიდა იმიტომ რომ თავისუფალი იყო იმ ფიცისგან ერთმა იმპერატორმა და ის იმპერატორი რომელიც ერთი დღე იყო უმცროსმა ძმა მიხეილმა უარის დღეს ესე იგი თავისუფალი ხარ შენი ფიცისგან სადმიდი ხარ შენ საკუთარ ქვეყანაში საქართველოში ბრუნ კი ну იცით როგორ არის ახლა ბევრ ადგილას წამიკითხოს რომ იმპერატორმა შეითავსა და რატომ უყურე შეითავსა ახლა სხვანაირად არ გამოდიოდა ხო ახლა ევროპის ბევრი ქვეყანა იტყოდა რომ ნახე ეს გაუკეთეს საქართველოს დაიპყრეს არა რომ არ გამოსულიყო დაპყრობლური მომენტი ამათმა გააკეთეს რომ საქართველოს მეფემ ქართლის მეფემ გიორგი მე-12 იმამ მიმართა ოფიციალური წერილით ასეა ეს ოფიციალური წერილით მიმართა რომ შემიერთეთო ხო არა ესე იგი ეს უკვე იყო ხო უყურეთ როგორ არის გიორგიევსკის ტრაქტატის მერე ესე იგი ფაქტობრივად ხო მაგრამ უყურეთ რა ხდება ბევრი ადამიანი რომელიც ვერ ერკვევა ამ საკითხში რატომღაც აბრალებს რომ ერეკლე მეფემ დასდო ეგეთი რაღაცა ერეკლე მეფეს არ მოუწერია ამაზე ხელი წერილი არ მიუწერია რომ გინდა თუ არა შემიერთეთ ეს მისერა გიორგი მე-12-მ ოდა გიორგი გვირგვინზე უარი ხო მას როგორც ჩანს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა მაინც აღუშველა ხო მაინც ხო მაგას ეს უკვე აღუშველი და რუსები უკვე ისე იყვნენ შემოსულები აქ თავისი ორი პოლკით რომ უკვე არაფერი აღარ შეებოდა დედოფალი მარიამი ციციშვილი იყო განწირული ფაქტია ხო განწირული იყო და ნუ ახლა ეს ერთი რაღაცა ვთქვა თუ შეიძლება რა ჩვენი სიგლახეც უნდა ეთქვას თვითონ ქართული ელიტის ერთმანეთს ჭამდნენ ერთმანეთის ჯიბზე გასაგებია მესმის რუსები რო შემოდიდნენ ფაქტურად მაშინ ავიკვეთა აქ მონათვაჭრობა კი შობლებს ყიდიდნენ საკუთარ შვილებს ყიდიდნენ ფილმი მამილუკი ხომ მამილუკი ახლა და მოიტაცეს და ისე მოს საკუთარ ყიდიდნენ რა აი სხვათა შორის ახლა ძალიან გავს დღევანდელი სიტუაცია ფაქტურად რაც ახლა ხდება საქართველოში ფაქტურად ის არის მონათვაჭრობა ჩვენები მიდიანი იმაში და იმის აქვს რომ მონაწავედნენ იმუშაონ თავებში ამხელათანხებს იხდიან და
აბსოლუტურად აი ბატონო თემური მეორეჯერ ვეთანხმები აი დღეს ესეთი წარე მაგრამ სიმართლეზე. ნუ ეს ნიკოლოზ მეორე ფარცხალაძე რომანოვი ხა რომანოვი თუ ფარცხალავია ფარცხალაძე თუ რომანოვია რომანოვი ფარცხალაძე მაგ თემას არ ვახევით დღევანდელი ისე ზოგადად რას ვიზა სრული პარალელია ხო საქმე იცით რაშია მეფემ მონარქმა რუსეთის იმპერიის შეითავსა და რატომ აი ბეჭედი რო წაიკითხოთ ბეჭედი იმპერატორის ბეჭედზე აწერია царь გრუზინსკი კარტალინსკი და რაღაცა ტიტულატურა არის რა ეს კი რა გამოდის შეითავსა ხო ესეც შეთავსებული მარი ვლადიმიროვნას რო იძახიან რომ მამამისმა თითქოს რაღაცა აპირებდა აი ესეც რაღაცა ლეგენდარული ის არის რა ქვია რომ თითქოს გამოდის და იცით რა მე მინდა მე ბევრი რაღაცა მინდა მაგრამ რეალურად თითქოს საქართველოს უნდა ეცნო რაღაცა დეკრეტით როგორც უფროსმა ესე იგი სათავეში მდგარმა პირმა რომანოვების გოლშტეინ-გოტორპების დინასტიის ეს არ მოხდა და დღეს სადაც როცა პუტინი ღებულობს ესე და კრემლის პოლკი დგება და ესე იგი ამ იმპერატორების ესე იგი შთამომავლების წინ და ტიტულში დიდ ტიტულში მაგათა მცირე და დიდი ტიტული ყველაფერი ჩაწერილია ბოდიში რუსულად ვიტყვი ხო царь გრუზინსკი კახიცინსკი კარტალინსკი царь მილიცინსკი და ყველაფერი სამეგრელო და ყველაფერი ჩაწერილია კი აი მაშინ ხდება ეგეთი კითხვა ხო არა აქვს რუსეთს გარკვეული სცენარების მიხედვით გათამაშებული რუსები ამაში პირდაპირ და მაშინ ზაგატოვკი ოჩაღები არიან. ოჩაღები არიან ნამდვილად რა. დამზადებული ეს ვარიანტი თუ მონარქიაზე წავა საუბარი, აი გამზადებული იმპერატორია. კი, ხო. ამ საქართველოს ჩადებული ტიტული. რა თქმა უნდა, მაგათი ძირითადი ის არის, რომ ისევ ჩაკლატონ რა და რა ბატონ მამია, ნუ თქვენ ხომ იცით, ჩვენ ყველა გაფიქსირებული ვართ, რომ რუსეთს ეს სისხლში უდევს. ეს უდევს სისხლში. ყველა პერიოდებზე დავიწყოთ იქ ეკატერინე მეორეს დროს, მეფე რუსეთის იმპერატორების დროს, ნუ 17 წელს მაგით პარპარში დამთავრდა, ხო? ცოტა ხნით მართალია 3 წლით, მაგრამ მე ისევ რუსები შემოვიდნენ. მართალია სხვა ფერის რუსები, წითლები, ამას ვიძახი. მაგრამ სცენარი ყოველთვის იყო ერთი და იგივე. შემსრულებელი იყო სხვადასხვა. მაშინ იყვნენ მეფეები, მე იყვნენ ბოლშევიკები, ხო? მაგრამ არაფერი არ შეიცვალა. მაგრამ თვითონ ის მადა, რომელიც ჭამის დროს ადამიანს მოსდის, დარჩა იგივე. ამაშია საქმე. ბატონო მომკა, მაგათი მეორე მომენტიც არის, რა იცით, თვითონ მადა რო არ გქონდეთ, სხვა გზა არც აქვს მაგით, რა. აი თქვენ წარმოვიდგინეთ ახლა ის დიდი თურანის ის რაც არის, ეს თეორია არ არის ეს მოგონილი არის. საკმარისია რომ საქართველოს ჩაგლაპოს თურქეთმა, ის უკვე იწყებს აი სულ ჩილო კავკასიაში მეტი აი ოსების კი დიდი ნაწილი ჩილოოსებისა მუსულმანური საწუნოებისა. მაგრამ საქმე რაშია? დაიწყებენ ღრნას მე რუსეთის. მე ნახეთ მარჯვნივ გადავუხვით იქით რა ქვეყნები. ბატონო მამია, თურქეთს ტაჯიკეთის გარდა სულ ყველა თურანში შედის. თურქეთს არ სჭირდება საქართველოს ჩაყლაპო. როგორ ჩაყლაპულია? ეს მომავალ. იქ სხვა მეთოდია. კულტურული, აბარა, ეთნოგრაფიული, რელიგიური, აბარა. შედეგი ერთია. იმიტომ რომ უყურეთ იმპერიული აზროვნება, იმპერიული აზროვნება რუსეთს ამ დიდ იმას საქმეა, ვებერთა და ვეშავს არ შესწულია. დარჩა ისევის, აი თქვენ გაიხსენეთ 2008 წლის ომი, ხო? ცნობილი მოვლენები რო იყო, აი მაშინ მდელი პრეზიდენტი მედვედევი გამოვიდა და ღიად განაცხადა. ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი. ხო, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი განაცხადა, რომ мы не отступим на Кавказе. ესე იგი გამოდის, რომ კავკასიაში ჩვენ ფეხს არ მოვიცვლითო. ჩვენ აქ იმდენი სისხლი გვაქვს დაყურულიო, რომ ამხელა ვებერთელა ტერიტორიაო ჩვენ შემოუერთდო, ჩვენ იმას რა ქვია, რუსეთსო. შემოვიერთე რა შენი იყო ვერ გავიგე რა. რა რუსები ცხოვრობდნენ თუ რა? ერთ მორწმუნე კი ვიყავით, გასაგებია, მაგრამ ეს რა ვის აქვს უფლება ჩემ ქვეყანას ეკოტინოს? გინა მედვედევი იყოს და გინა პუტინი იყოს. ესე ხელაღებით აი რუსეთის იგნორირება და ეგ ვინაი არ შეიძლება. უნდა ვიცოდეთ. არა,
გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენი ადგილი გვაქვს იმათ თავისი. ეს ჩვენ ყველაფერი ვიცით ძალიან კარგად, რომ რუსეთს აქ ამ სივრცეში თავისი გეოპოლიტიკური ზრახვები ყოველთვის ჰქონდა. და ის თვალისწინება მოგვიწევს ჩვენ. არა, გინდა არ გინდა, ის შენი მეზობელია. ხო? მაგრამ არ მინდა მე იმას ბაბაია უძახო. როდემდე? ბაბაიას რომ უძახო. არა, ხო, არა, მომისმინეთ. კი, არა, მაგრამ როგორ საქართველოს გამოაცხადა დამოუკიდებლობა 1991 წლის ვიზახი ამ პერიოდს და არა იმას თუნ. ის 9 აპრილს. უნდა შეეგუო შენ. წესი და რიგით, მე რომ მკითხო. აბა მაშინ ეგრე წესი და რიგით. არა, მომისმინეთ. შეეგუება, იმიტომ არა, ის ვერ შეეგუება. კარიბჭე, წინა ზუდე. ხო, გასაგებია. სამხრეთის მხრიდან, ხო? აი, უყურეთ როგორ არის. 1917 წლის 25 დეკემბერს ლენინმა გამოაცხადა დეკრეტი, ეს რუსულად ასე არის. Ну, права народов на самоопределение, ხო? თვით გამოცხადების უფლება ყველა ქვეყნისა. ხომ შეეგუა ფინეთის, პოლონეთის, ხომ შეეგუა? რატო ვერ შეეგუა? რატო ვერ შეგეკამათება? ფინეთი იყო ერთადერთი დიდი ტერიტორია, რომელსაც რუსეთის იმპერიის ფარგლებში ჰქონდა თავისი პარლამენტი. კი ბატონო. ჩვენ სამწუხაროდ პარლამენტარიზმის ის არ ჰქონდა. არა. არც ბურჟუაზიული წყობია, არაფერი არ იყო ჩვენ, კი. ჩვენ არ ჰქონდა. ჩვენ გუბერნია ვიყავით. ჩვენ არ ჰქონდა და დღესაც არ გვაქვს. კულტი, ესე იგი, იმისი, რაც ეხება მაგალითად частная собственность утрат საკუთრების კულტი. არასოდეს არ იყო, ესე იგი მოდიოდა მეფე, მოდიოდა ფეოდალი, ან გაძლევდა, ან გართმევდა. იმპერიის დროს იგივეც ფაქტურად იგივეც იყო. გადავხდით ფეოდალიზმიდან სოციალიზმში, თან ისეთი სოციალიზმი, ხო, ჭღალებში, ხო, ну, რაღაცნაირი თავისი ის არა, მარქსიზმთან საერთოდ ახლოს არ იყო. მერე გადავხდით რაღაცა ველურ კაპიტალიზმში, მერე იყო მცდელობა რაღაცა ლიბერალიზმის დაწესების და მოკლედ აი ესე დავხდივარ. და სინამდვილეში, ხო, აი ეს ძირითადი, ხო, ეხლა მაგნა კარტა რო ქონდა ბრიტანელებს ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში. ну, ჩვენთვის ეს ყველაფერი ჩვენი პარლამენტისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის ეს არის უბრალოდ ფანტასტიკა. ჩვენ მართალია გქონდა თამარ მეფის დროს. ხო, მაგრამ შეწყდა. დარბაზი ვიზახი. პერები, იმ ბრიტანეთის ინგლისის პერები და ლორდები იყვნენ ერთ ფაქტურად ერთ დონეზე მეფესთან. თუმცა ჩაგეჭრებით და გეტყვით ბატონ თემურას ასეთ რაღაცას რომ 1832 წლის აჯანყება რომ განხორციელებულიყო საქართველოს ყოფილიყო საპარლამენტო რესპუბლიკა, აი როგორც ვთქვათ საფრანგეთი. იმიტომ რომ ალექსანდრე ჭავჭავაძე მოიაზრებოდა მაშინ. ხო, მოიაზრებოდა. ხო, გასაგებია, მაგრამ აი მაშინ რომ მაგრამ რუსეთი ხო მაგას განცილებული იყო, მაგრამ სხვისი ხელებითაც შეგვიშლიდა იგივე თურქეთი ირანის ხელით შეგვიშლიდა ხელს. აი დღევანდელი სიტუაციის მეშინია ზუსტად. რომ მე იქნებოდა სიტუაცია არიქა ბატონო მამუკა, ბატონო მამია, ალბათ დამეთანხმებით. ვაიმე გვიტევენ და თქვენ ერთმორწმუნე ძმებო გვიშველეთ. აი ხა ზუსტად ისეა რა ეს აი მაშინ ესე იგი თუ რო შემოსულიყო იქნებოდა დამყრობელი და ჯერო თურქეთი შემოეშვა ან მე როგორ განმათავისუფლებლად შემოვიდოდა და ეს არის ყველაზე რისი საშუალება დღესაც არის. თუ შეიძლება მე დავუბრუნდები ფინეთის იმას ერთ ორგანეთ რო ტიტულატურაში რო ჩამოთვლილიყო რომ სამოჯერზევ სელასიისკი ცარ და ესე იგი ცარ გრუზინსკი და ფინეთი მეფეთ კი არ ვილიკი კნიაზ ფინეთი და ამ დროს ერთადერთი ფინეთი იყო პარლამენტიც ჰქონდა და ფულის თავისი ჰქონდა რომელიც თანაბრად მიმოიქცეოდა რუსეთის და თუ გავიხსენებთ ესეთი კომიკურ სიტუაციას რა რომ ლენინი საწავიდა დასამალად ფინეთში ხო ესე იგი პოლიციის ზარალები იყო პოლიციის ზარალები არ ვრცელდებოდა ფულის ტერიტორიაზე ბოლშევიკებმა თავიანთი მეორე იყო თორსები რესტონკო მეორე კლუბა ფინეთში ჩაატარეს ესე ტამერფორსში აი ესე იგი ვერ წვდებოდა რუსეთის პოლიცია იმას რა ხო, იმიტომ რომ ეს გათვლილი იყო ამაზე, იმიტომ რომ
ჩვენ Великое княжество Финляндское, ასე იყო მაგი რუსეთის იმპერიაში. ხო. მანერგეიმმა გამოაცხადა ჯერ საკუთარი თავი როგორც თავადმა კი არა დიდმა თავადმა, მე მგონი როგორც რეგენტმა რეგენტი. ის რეგენტი. მანერგეიმი საერთოდ არაჩვეული პიროვნება შვედი იყო და ზუსტად წარმოშობით შვედი იყო. რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი იყო. საბჭოთა არმიის. ეს რუსეთის არმიის ახლა ისეთი სამუდრის რომ შეიძლება საბჭოთა არმიის. არა, საბჭოთაში როგორ იყო აბა? ვერ იყო. არა, მე ჭალებში ვიზარდე. ფაქტია რომ მაგას სტალინთან კონტაქტი ჰქონდა და ბევრი რაღაცა სტალინის მარშალი იყო. დიახ და სხვათა შორის ყველაზე მეტია დაჯილდოებული რა სოფლიო ბრეჟნევში და მე იგი იყო მანერგეიმი იყო როგორც ფრანკო რომელმაც 25 წლის მერე ფაქტიურად დარჩნენ ხელშეუხლები ისევ აი საოცრად თუ შეიძლება გულის ის მოხდა ორი მას დავუმატებ კიდე რა და ამასაც არ ეძახიან რანაირად მოხდა ფინეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში როგორ არა ეს იყო პირდაპირ შვედეთის ტერიტორია იყო და გენერალმა ბაგრატიონმა პეტრე ბაგრატიონზე ლაპარაკი ყინულში დაიარა ალანდის კუნძულები არის ეს არის არავინ არ ეძახიან ყინვალი ოპერაცია ჩაატარა სოფლიოში აღსანიშნავი და მაგას ახლა მეგონი 1811 წელს და მიფარც ჩაფარცხული საერთოდ 1809 წელს მოხდა შემოერთება კი 9 წელს და ესე იგი ამის გამო მოხდა ზუსტად ფინეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში და აი რა ხელმისაწვდომობა მოკავშირის არჩევას ხო აი თქვენ რომ ბრძანეთ ახლა ფრანკო მანერგეიმი ესენი ითვლებოდნენ გერმანიის მოკავშირეებს და ზუსტად რა გიტლერს გააკეთებინეს თავიანთი რა გააკეთეთ ერთი ნაბიჯი ვერ გადმოდგას იმას მანერგეიმს არ დამოღებია საბჭოთა კავშირის საზღვარი აი ეს რას მან მითვისებული ტერიტორიები ვიმორგის და იქამდე მივიდა და მე ერთი ნაბიჯი ვერ გადმოადგინა ჰიტლერმა ფრანკო ხო ფაქტურად ჰიტლერმა შეინარჩუნა ეგ მოიყვანა ესპანეთი არ იყო ჩამოვიდა მეორე სოფლიოში საბჭოთა კავშირში ნეიტრალიტეტი დაიკავა კი იგივე თურქეთი დაუშვა ნეიტრალიტეტი დაიკავა აბსოლუტურად არ ჩარეულა და იაპონია საერთოდ და ეხლა რომ გერმანია და ამერიკა ხო ამერიკა არც აპირებდა გერმანიას ომის გამოცხადებას არა ომი გერმანიამ გამოუცხადა ამერიკას რამე თუ დარჩა სამოქალაქო ხელშეკრულების ერთგული და ის რაღაც უგუნური ნაბიჯი რაც იაპონიამ გააკეთა პირველ ხალხურის მერე იზოლებული იყო რა ესე იგი დაიწყო უკვე იაპონია ამერიკის ომი და გერმანია უკვე ვალდებული იყო რომ ჩაბმულიყო ომში ამიტომ და აბსოლუტურად გადახვეწდა საერთოდ პერფარბორი რომ მოხდა ჩერჩილს ხოდა დიდი ზეიმი კი საერთოდ აი თქვენ ახლა თქვით იმაზე რომ იაპონიაზე ორი ბომბი რო ჩამოავდეს იაპონია არც კი აპირებდა წინააღმდეგობის გაწევას ის უკვე მზად იყო ჩაზრდა არა ეს საბჭოთა კავშირის დასანახად ჩამოვა დასანახად თქვენ ვარდიქნებით კი გასაგებია დასამბობ ქალაქთა სიაში თბილისიც იყო ვიცი იმ 15 მსხვილ ქალაქში ხო მაგრამ ეს უკვე მერე იყო ომის მერე იყო ამიტომაც აშენდა მეტრო მოცი წლებში უკვე იყო მეტრო აქ აშენდა დადგენილება იყო 51 წლის დადგენილება როცა ეს საშიშროება იყო და აი 51 წელს მაშინ ბერია კურირებდა მეტროებსაც ყველაფერს რას არ კურირებდა ატომდაგოში და აქ გადაწყდა მაშინ მე დააკონსტრუქცია ხრუშჩოვის დროს დააკონსტრუქცია და მე ისო გენერალ-მაიორი შაიშმელაშვილი იყო რა ეს მაშინ სამოქალაქო იმის დიდი როლი იყო ამის და აი იმ სოციალიზმის იყო როგორც თავდაცვის 53-ში სტალინი გარდაიცვალა დააკონსერვდა ესა და 65 წელს თბილისში აშენდა როგორც ბრეჟნევი როგორც ხრუშჩოვი მოაწილეს და ბრეჟნევი დაინიშნა უკვე 66-ში უკვე 65-ში დაიწყეს აი ვაგზლის მოედანი აწერია 65-ში უკვე დაიწყდა ისე რომ 20 წლით ადრე დაიწყო კი იმიტომ მიედიჭა იმას მე 67-ში იყო საბჭოეთის ომს და იმენი პისატლეს კი მე მახსოვს მეტროსადგურების იყო რომელი ხონდა მიღებული მეტროს ის ხო ხონდა კი მახსოვს კი ოქტომბრის რევოლუციის ომიდან კი ბატონო ეხლა ჩვენ როცა კაი ეს რუსეთთან და ეს გასაგებია მაგრამ რუსეთი მაშინ იყო მთავარი მოთამაშე ხო საქართველოსთან მიმართებაში მაგრამ ჩვენ ცხოვრობთ დღეს უკვე 21 საუკუნე არის აქ უკვე სამხედრო სტრატეგიული გეგმები უცხო ქვეყნების უკვე სხვანაირ მადას იჩენს და სხვანაირი ადგილია და სხვანაირი არის გათვლები ეხლა საბჭოთა კავშირი იყო მაშინ 15 რესპუბლიკა იყო ხო ეხლა
მაშინ ვერაფერს ვერ იზამდნენ. ვერც ამერიკელები და ვერც ხო, ვარშავის ხელშეკრულება იყო. ხო და როგორც ახლა ODKB რო არის, მაშინ იყო ვარშავის შედარება შედარება არა, ის მუშაობდა. ეს არ ამუშავებს. უსუსული საბიტოა ეს ODKB. 91-ში დაიშალა საბჭოთა კავშირი. და აი უკვე მადა მაშინ წამოვიდა. დაიწყეს უკვე აი ამ საოცკეული რესპუბლიკების რომლებმაც უკვე გამოაცხადეს დამოუკიდებლობა, უკვე წავიდა, უკვე ექსპანსია წავიდა. ხო რა, ხო. რა საქართველოს სად არის? კავკასიაშია. კავკასიაში რა ქვეყნებია? აზერბაიჯანი, სომხეთი. რაჩადებული ნაღმებია, ტერიტორიული. აბა რა, უყურე საქართველოში რამდენი ნაღმია ასეთი? აჭარა, აფხაზეთი, ოსეთი, ცხინვალი. ყარაბაღი იქ უფრო ადრე, ნუ სომხეთს არ აქვს ავტონომიები, ნუ უნიტარული სახელმწიფო არის. ნახიჩევანი არის. არა, ნახიჩევანი იმისია. შეჭრილი. არა, შეჭრილია, ხო და უნიტარული სახელმწიფო რა ვქნა, ავტონომიები არ არის. ამ ხრივ ვიზახი მონოეთნიკური სახელმწიფო, ხო? ხო და ავტონომიები არ აქვს, ერთი ფული კაია რო არ აქვს, მაგრამ რო ხონდა იქ საუნოქონდა. თამარ მეორე უმწესა. ჩვენ აი აქ რა, ჯერ ერთი აზერბაიჯანს ნავთობი აქვს, მაგრამ ჩვენ ვართ შავი ზღვის ტრანზიტული შავი ზღვის სანაპირო ქვეყანა და ეს ყველაფერი რატო ხდება ეხლა და ეს არევა სიტუაციის რომ რუსეთი განდევნო შავი ზღვის შავი ზღვას რა გადამწყვეტი მნიშვნელობა დღესდღეობით რა. ხო და გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუ ეს გადამწყვეტი მნიშვნელობა შუა საუკუნეებში არ იყო გათვლილი, ხო? შემოსვლები ხომ იყო გასაკურველება შუა აზიიდან სულ მოდიოდნენ და საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაევლოთ. მაგრამ შავ ზღვას რატომღაც დიდ უპირატესობას მაინც მაშინ არ თურქები აირიანა თურქები შეიძლება ის ხო და იმიტომაც საქართველოს რა უნდა თათი ქონდა დადებული თურქეთის ტბას ეძახდნენ შავ ზღვას ეძახდნენ აი თუ მივაქცევთ ყურადღებას საერთოდ საშინელი რუსეთ-უკრაინის ომი რომ მიდიოდა ახლა აი კოალიცია თქვა უკრაინელებს სასწრის რა რაღაცა ისე ტიპის კეთებით ძალიან ეგრევე რაც მიაწოდეს ყველაზე დიდი რაოდენობით ისეთი რაკეტები რომლითაც შეიძლება რუსეთის გემების ჩაძირვა რაც განახორციელებს კიდევ ყველანაირად შეიძლება რომ შავ ზღვასთან რუსები განდევნონ და ჩაუძირეს ფაქტურად მესამედი ფლოტი რა შავ ზღვის ფლოტისა აბა მაგრამ ჩვენ როცა ლაპარაკობთ ფლაგმანი ჩაუძირეს ამაზე რაღაცეთი რა სოფლიოში სამი ფლაგმანი ჩვენ როცა ლაპარაკობთ აი სოფლიო ქვეყნების ნაში რა ქვია საქართველოს ადგილს ხო სოფლიო ქვეყნების ამ სამხედრო სტრატეგიული ნაში გეგმებზე აქ მარტო ამერიკა ხომ არ არის არა რა თქმა უნდა აქ ამერიკასაც თავისი გეგმები აქვს ელი რიგი კოშკი თურქეთს თავისთავად აქვს დიდ ბრიტანეთს აქვს და აქვს და თან ახლა მოემატა დიდ ბრიტანეთის ესე ვთქვათ ესეთი ამბიციები რადგან ნუ ამერიკა ესე იგი ერთგვარად დაიწყო ტრამპის დროს ჩვენ მაგვირდებით ხომ თელ ამ პროცესებს ესე იგი უფრო ხდება საკუთარი ადგილობრივი ესე ვთქვათ პრობლემების და იმისი რა ქვია გადაწყვეტა ნაკლებად არის ესე იგი უკვე მათი ესეთი აშკარა აქტიური გავლენა შორ საზღვარგარეთზე ძირითადად უფრო ამერიკის ორივე კონტინენტზე არიან უფრო რაღაცა ფოკუსირებულები და ბრიტანეთი რა თქმა უნდა ბრიტანეთს აქვს ამბიციები ბრიტანეთს ყოველთვის ტრადიციები ნუ კაი ტრადიციებია ღრმა ტრადიციები ბევრ რაღაცას ბრიტანეთი აკეთებს ესე რომ ხშირად ბრიტანეთი არც ჩანს აკეთებს სხვისი ხელით ესეც იყო რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში პოლიტიკაში და ომებში და ასე შემდეგ აი soft power რაც არის სიტყვა ინგლისური ესე იგი რბილი ძალა კულტურული განხრით საზოგადოებრივი ორგანიზაციებით თავისი ეს British Council-ი რო არის როგორც აი გრანტები თავისი უსაფრთხოების ორგანიზაციებით და პროექტებით რომელიც აქაც ნელ-ნელა როგორც ჩვენ ვაკვირდებით ჩვენი ჯგუფი შემოდის რაც ეხება სხვადასხვა სტრუქტურებს, რომლებიც მუშაობენ საკმაოდ ესე იცით რა, აი ყოველი მაგათ ყოველი ნაბიჯი გათვლილი აქვს და ესე იგი step by step, ესე იგი ნაბიჯ-ნაბიჯი უახლოვდებიან
და ბევრ რაღაცაში განსხვავებით ეხლა არ მინდა დავასახელო რომ რაღაც არ გამომივიდეს ისე სხვა ქვეყნები ბრიტანელები ბევრი სხვებისგან ბევრად გამოირჩევიან რომ ყოველთვის როცა იწყებენ რაღაცა საქმეს მიყავთ ბოლომდე. ეს ყოველთვის ისტორიულად ესე იყო. ასეა, მაგრამ ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ კიდე ერთი დიდი მთავარი მოთამაშე. ჩინეთი. ჩინეთი ძალიან დიდი მოთამაშეა. ჩინეთი, რასაც საინტერესოა არის ეგეთი ბრიტანული რესურსი, ბატონო მამუკა, ბატონო მამია, რუსი. რუსი ხო რუსებთან არ არის, არავითარ ეს ჟურნალია, რომელიც ჯერ მე-19 საუკუნიდან გამოდის ბრიტანეთში, ანალიტიკური ჟურნალი. იქ წერია, რომ ძალიან საინტერესოა, რაც ბრძანა ბატონმა მამუკამ. ესე იგი, საქართველოს უნდა გაითვალისწინოს ერთი რაღაც. თურმე, ჩემთვის ეს იყო ძალიან მოულოდნელი. 24 წელს ყველაზე მაღალი ტვირთბრუნვა რუსეთ-ჩინეთს შორის მოხდა არა მანჯურიაში, სადაც პირდაპირ ესაზღვრება ხო ერთმანეთს და არა აზერბაიჯანში. როგორ გონიათ თურმე ზემო ლარში. ხო, ზემო ლარში, კი. აქ თუ არის 4-5 მილიონ ტონამდე მიდის წელიწადში, ესე იგი ეს ფურები და ასე შემდეგ რაც ეხება ტრეილერებს. ესე იგი დაახლოებით 4.7-4.8 მილიონი ტონა. იქით მანჯურიაში არის მხოლოდ 2.5 და აზერბაიჯანს და რუსეთს შორის არის მხოლოდ 3.5. და ამას ესე იგი აი უკვე რადგან ბრიტანეთის ისიც სპეციალისტები და ეს ანალიტიკოსები წერენ რომ უნდა გაუფრთხილდნენ ამ იმას, იმიტომ რომ ჩინეთი რა თქმა უნდა, ამას რამოდენიმე ახსნა აქვს, იმიტომ რომ იქ ცენტრალური აზიიდანაც თან დატვირთვა ხდება რაღაცა საქონლის და ისე და გავლით ხდება ცენტრალური აზიის და მერე შედიან, მაგრამ მთავარია ისა, რომ სანქციონირებული გარკვეული საქონელი, რომელიც სანქციების ქვეშ არის, აქედან აქვს ერთ-ერთი კი არა ძირითადი გზა, როგორ შეიყვანოს და მიაწოდოს ჩინეთმა რუსეთს. აქა უკვე საშიშროება არის იმისი, რომ იმიტომ რომ ეს ლარსი ჩვენ ვიცით როგორი გადატვირთულია, კარგად იციან. აი აფხაზეთის რკინიგზა, შავი ზღვის პორტები, ანაკლიის გახსნა, ეს რა თქმა უნდა ყველაფერი ჩინეთის ერთად არის, ერთობლიობაშია ეს. ზის ერთ პატარა ასე ვთქვათ ირიბულ მაგათქმეჯანეთ დადასტურებას თუ გახსოვთ ამ 2-3 წლის წინ ეგ იმერეთში გადის ეგ ჩემს შორეულ ხარაგულის რაიონში იქიდან და ჩხუბი მოხდა მათ რაღაც თუ მოყოლი იყო ჩხუბი ჩინელები რომ ჯარმაგარმა რა ესე იგი აი გლეხმა ბიჭებმა 23 იყვნენ ქართველები და 9 ჩინელი იყო დაამტვრიეს თავპირი ამ ჩვენებს იმ 9 კაცმა და მე აღგენილი ისინი პატრონები კი არიან ვიდამაჯერებს რომ ეგენი სპეცსამსახურების თანამშრომლები არ არის გამორიცხული სტრატეგიულ ინტერესებში შედის ჩინეთის ესა და ასე ამბობთ იმიტომაც არის ახლა ჩვენ ხელისუფლებას რატოში ერთ-ერთი მიზეზი მართლა ზუსტად ზიამავრობლის დაბდი აქვს ამერიკაში და ანდროჭე ჩინაძის და სიკეთეზე კაისუსვებს რა თქმა უნდა რაც ჩინეთთან დაიწყეს ასე რომ ვთქვათ შეულებავი ჩახუდება ასე რომ ვთქვათ აი მის მე ესე იგი ის უკვე ხელში ამოვდათ ამერიკელებს და დაიწყეს უკვე მე ესე იმიტომ ხისტი მოქმედება ჩვენს ჩინელების სასწორიდან არ შეიძლება ჩამოვსნათ ჩინელების აქ ინტერესი იმიტომ ის არის ერთ-ერთი ჯერტი არის სამხედრო სახით, მაგრამ არა რაც ეხება ეკონომიკას არ ვიცით ფინანსურ ეკონომიკას სამხედროც ის ჩვენ არ ვიცით ბატონ თემურას უფრო სადაზვერვო შეიძლება სადაზვერვო კი სამხედრო სადაზვერვო კი ბატონო იმიტომ რა ხო დაზვერვა არა რაღაცა გარკვეული პროექტები როგორც აი ნატოსთან გარკვეული წრწნები და ისე რა თქმა უნდა ჩინეთთან არ არის მაგრამ სამხედრო სადაზვერვო ეს ბევრად რეალურია წრწნებთან დაკავშირებით ეს კარგი მომენტია თქვენ რაც ახლა აღნიშნეთ ახლა ჩვენ რამდენი წრწნა და აღჭურვის ის იყო პროგრამა იყო თქვენ კარგად გახსოვთ ჩვენ მაშინაში შეარაღებულ ძალებში მსახურობდით და უყურებდით როგორი დაახლოება იყო ნატოს წევრ ქვეყნებთან ურთიერთობა იყო რა ვიცი ხალხი კურსებზე მიდიოდა სასწავლებლებს ამთავრებდა სამშვიდობო მისიებს ასრულებდა იქ
კოსოვოში იყვნენ ჩვენი ბიჭები, ერაყში იყვნენ, ავღანეთში იყვნენ, ამხელა მსხვერპლი გავიგეთ, კაცო? ხო, ეხლა აფრიკაშიც იყვნენ, ხა არ ვიცი არიან თუ არ არიან. არ ვიცი ხა არიან თუ არ არიან, ვერ გეტყვი. ეხლა აღარ არიან, მაგრამ ამხელა მსხვერპლი გავიგეთ. ხო, კარგად გასწოთ რომ ვიძახთე რომ ავღანეთში საქართველოს ვისავთო, ხო? ნუ გამოცდილებას ღებულობდნენ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები და ეს ყველაფერი ეხლა აღარ არის. ხო? ეხლა ეს ყველაფერი აღარ არის. როგორ იქნება ეს ეხლა მათი ეხლა მომზადება ამ უცხო ქვეყნებში წასვლა, წამოსვლა უკვე მე მგონი არ ვიცი, უკვე დამთავრდა მე მგონი ეს. რა ქვია? რა იქნება? აი მე მაგი მაინტერესებს როგორ იქნება ახლა ეს უცხო ახლა ყველაფერი ხომ როგორ არის? კი, უცხო ქვეყნების ინტერესში საქართველოს შედიოდა. ეხლა შედის. შედის და შევა. ყოველთვის კატეგორიულად. არა, ყოველთვის როგორც კავკასიის არა, მაგის თქმა ზუსტად ჭიშკარია საქართველოს და ყოველთვის არავინ არ ასწავს რა. არა, დღეს არ არის არანაირი ურთიერთობები. შეიძლება ეს ურთიერთობები რაც ცოტა ისე არ იყოს, როგორც მაშინ იყო, მაგრამ ეს ურთიერთობა აუცილებლად იქნება და გაღრმავდება კიდევაც უფრო სხვა ასპექტით. მაგრამ ჩვენ უნდა ერთხელ და სამუდამოდ დავილაგდეთ, ხო? რაცა გაურკვეველი მდგომარეობაა. დღეს ასია, ხვალ ისია. ჩვენთვის აი თავი 10 წელი თავი გავიტანოთ რამდენადაც სანამ დაალაგდება გეოპოლიტიკური სიტუაცია. 10-15 წელიწადი, იცი რა. რეალურად ეს. აი, უყურე, აი ავიღოთ მომენტი, ავიღოთ ასეთი რაღაც. აი გავიხსენოთ ისტორია. ჩვენთან ერთად დამოუკიდებლობა გამოაცხადეს სომხეთმა, აზერბაიჯანმა და პრიბალტიკის ქვეყნებმა, ხო? მერე ჩვენ დაგვიპყრეს 21 წელს. არა, პრიბალტიკა დაიპყრეს როდის? 40 წელს. რამდენი წელი მოიგო პრიბალტიკამ? მართალია წყალში ჩაიყარა, ხო? წყალში რატო ჩაიყარა? არა, ჩაიყარა, რომ რუსები შემოვიდნენ. ზუსტად რომ აი მაშინ ქონდათ ის დაახლოებით რამდენიმე 15-20 წელი თავისუფლება. თავრობები შემდგარში ლონდონში თავრობები და აი იმ საფუძვლად გადაიქცა, რაც ახლა დღეს ეგეთი ნატოს წევრები არიან და დასაგებია, მაგრამ უყურე, იმათ რომ თავრობები ყავდათ ლონდონში. ჩვენ რო ყავდა რა, მომისმენთ. ჩვენ ყავდა საფრანგეთში. ნუ საფრანგეთში, მე რა, არაფერი. არ მინდა ფაქტები. ეხლა მაგათ ქონდათ ლონდონში საშეუწყვეტელი ეს ყველაფერი 90 წლამდე. აფინანსება და ჩვენებს ვინ დააფინანსება საწყალი. მაგათმა გაიტანეს ოქრო თავის დროზე, ინგლისელების დახმარებით. რაც საქართველოს არაფერი ეს ვერაფერი აი ამ ხო, მაგრამ ბატონ თემურას თქვენ ერთი მომენტი არ გასვათ რომ 12-21 წლებში როცა აქ იდგა პოლონეთის ჯარი და როცა იდგა ბრიგადა იდგა და როცა იდგა აქ ინგლისის ჯარი, კოლონიური ჯარი, იმათმა საქართველოს თავრობას ფული მისცეს ოქროთი. და ეს ბანკში ინახებოდა. და ეს ფულიც გაიტანეს. არ გაუტანიათ საგაკრაის ფული არ არავინ არის. ერთადერთი ვინც რაც ჩვენთვის ცნობილია, რომ ის განძი ეფთიმეთ ახაიშვილს თან ოფიციალური ისა რა ქვია საქართველოს მთავრობიდან ოფიციალური დასტური იყო, ესე კი არა რომ ეფთიმეთ ახაიშვილმა ადგა და მე მინდა არა, ეს ოფიციალურად იყო. დასტური იყო და ესე კი ენდობოდნენ ამ პიროვნებას. და იმ ოქროზე მე ინფორმაცია პირადად არ აქვს. ანუ აქედან არა ჩვენ ვიცით რომ ეს იყო. აქედან გადანილი საუნჯე ორ იმათ იყოფა რა. ანუ ეს ერთი რაც არის ეროვნული საგანძური, ეს უნიკალური ხელნაწერები, თამაშის და მეორე იყო ხაზინა. ეს ხაზინა არის უკვალოდ გამქრალი. ის 12 ჰექტარი ლევილის იმაში შეიძინა და კიდეს ნენელა თავში ბლუს 2 ჰექტარამდე ეხა დარჩენილი. დანარჩენი გამქრალია. ერთი აქტი არ არის, რომ რა გადაადნეს, რა ისაკნეს, რანაირად ეს ხაზინის ფულით არის ნაყიდი. ესე ვთქვათ რა, განძი ეფთიმეთ აკაიშვილის და ნუ სტალინის დროს ვერ გავიქცევი. რომ არა სტალინის ვინცის სად იქნება? სტალინის და დეგოლის ერთობა. ხო გასვოთ ეს რამდენჯერ თქვა და ხელი გავიმოთ ნიურნბერგის პროცესზე, რომ კეიტელი და ის რო შევიდნენ, რომ შეხედეს და იმაში რო იციან და ფრანგების ამბებაც მოგვიგეს, რომ გარკვეულად იკითხეს. ამ დროს ნორმანდია ნემანი და 37000 ფრანგი იბრძოდა ანტიჰიტლერული კოალიციის მხარეს. 720,000 ფრანგი იბრძოდა
ჰიტლერის ხარისხი. ხო, იგივე უცხოური ლეგიონიც იყო გაყოფილი. უცხოური ლეგიონი. ხო და ამერიკელები ახლა იძახიან ტრამპას თქვა რომ ისა 250,000 კაცი დაგვიყოფოდა. ჩვენ ქერჩი დაგვიყოფოთ 150,000. 70,000 ეროვნების ქართველი მარტო ქერჩი დაიწყო. ხო, მაგრამ სხვაეროვნების იმიანად 120,000-მდე კი. 120,000 დაუღული ქერჩი. სამწუხაროდ ქერჩი, ავად ცნობილია როგორც ქართველების სასაფლაო. ხო, არა, ახლა ქერჩი არასწორად დაგეგმილი ოპერაცია. მეხლისის იყო член სავეტა იყო და მაგრამ რა, იმას რა, ვარსკოვი მოუმატა სტალინმა კიდე. მეხლის. ირგავით ჩამოაჩერა. ჩამოაკლო, ის იყო გენერალ-პოლკოვნიკი. არა, ეგ იყო ესე იგი მე ჩტილში იყო. არმიის კომისარ პევარი, არმიის გენერალი იყო დაახლოებით, დააქვეითა წოდებით და იყო მთავარი პოლიციამმართველოს უფროსი. და ნიშნავდა ფრონტის პოლიციამმართველოს უფროსი. თვითონ ასეთი ტიპი იყო ეს მეხლის იყო. არაო მე უფრო მეტ დაჟას ვიმსახურებო. არა, არმიის პოლიციამმართველოს უფროსი. გასაგებია. ორი გენერალ-ლეიტენანტამდე ჩამოაქვეითა და მერე მერე რასაც გახდა ესე იგი სახელმწიფო კონტროლის მინისტრი, აი მე წელი მაშინ მისის მაგას. მაგრამ იმ ძველ დიდებას არასოდეს დაუბრუნდა. ისე კარგია რომ თქვენ გაიხსენეთ ეს კერჩის ამბავი და ერთ გადაცემას ჩვენ ხორცის შტურმები, ხო, მარჯინაც იყო, მაგატრონისი დაეხლეს. ხო, რა ისა აკია. სამ დაღუპულ საბჭოთა გენერალზე მოდის ერთი გერმანელი გენერალი. საწყალი ბიჭები. 8 გერმანულ თუ 9 გერმანელ ჯარისკაცზე, როგორც დანაკარგი ახლა. საზარბაზნა ხორცი იყო. მოდის ერთი გერმანელი. ეს ერთმა გერმანელმა საიქიოში წაიყვანა 8-9. ესე იგი, ეს არ იყო როგორც ეგეთი. აი აქვე რომ გადავიდეთ კიდე ესეც აი ცოტა ამ თემას არ ეხება. საბჭოთა გენერლები 300 რაღაცა კაცი არის ტყვეთ აყვანილი გერმანელების მიერ. მეთაურების პოლიის შემადგენლობა ერთადერთი იყო შისახკომის გენერალი, რომელიც ვერცერთი ვერ აიყვანეს. ვერავინ არც ერთი. 4 მოიქციეს საკაში 4-ი თავი მოიკავეს. ბერიას არჩეული კადრები იყო და ბოლონიზარიც კი ისინი საშუალო შედგულებო. შისახკომის გენერალები. სხვადასხვა ამასთან დაკავშირებით ერთ კაცს მოვიგონებ. პირველი ქართველი საბჭოთა გენერალი პავლე იულიანეზე აბრამიძე, რომელიც მე მახსოვს ვაკეში 90-იანი სამთოსროელი დივიზიის მეთაური. მე მახსოვს მაგი ცხოვრობდა იმ სახლში, სადაც მამარდაშვილი ცხოვრობდა იმ სახლში. ეხლაც იმ სახლზე მემორიალი. აი საფოდორების სახლი იყო, ვერა მამარდაშვილის მამა იყო პოლიტ დივიზიის პოლიტ. ხო და აბრამიძესთან დაკავშირებით მინდა მოვიგონო რომ სამხედრო კათედრის უფროსი იყო სახელმწიფო უნივერსიტეტში და ხმელი კაცი ლამაზი ისე მახსოვს ვაკეში რომ დადიოდა და მე მაშინ პატარა ბიჭი ვიყო ის უკავი მოხუცი იყო ხო და ეს იყო პირველი გენერალი რომელიც პირველსავე ბრძოლებში ჩავარდა ტყვეთ. მთელი ომი ტყვეთ გაატარა. საბჭოელებმა გაანთავისუფლეს. ღირსეულად იქცეობა ტყვეობაში და ჩისტა გაიარა. ეს შემოწმება გაიარა. ყველაფერი ჯულოები დაუბრუნეს. რაც მაშინდელი დაბრუნების გარდა მისის იშვიათობა იყო. კი, იშვიათობა იყო, ნუ მართლა სუფთა ადამიანი იყო. ესე იგი მართლა არაფერში არა. პირიქით ვინც მასთან ერთად იყო ისინი ადასტურებდა რომ ვაშკაცურად იქცეოდა. და მიიღო ტყვეთ ჩაიგდეს დაჭრილ მდგომარეობაში. ომის შემდგომ მიიღო ლენინის ორდენი და წითელი დროშის ორდენი ერთმანეთსახურებაში. ესე იგი აღიარეს. აღიარეს რომ ესე იგი ძირფასო ტელე მაყურებელო ამითი დღევანდელი გადაცემა დამთავრებულია. მომავალ შეხვედრამდე. ნახოთ.